2 1 სპორტის დამსახურებული ოსტატი მიუნხენისა და მონრეალის გმირი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ჩვენი სახელმოხვეჭილი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასეთი გამოთხოვება სპორტსმენთან ყოველთვის საზეიმო ვითარდება შეკარდება მაგრამ ყოველთვის სამგლოვიარო ელფერი დაჰკრავს ასეთ გამოთხოვებას ბევრი რამ გააკეთა ქართული სპორტისათვის ლევან თედიაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მოჭიდავეები ჩვენ სპორტსმენთაგან ყველაზე სახელოვანი არიან, ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის წოდება, ყველაზე მეტი საბჭოთა კავშირის წოდება სწორედ მოჭიდავეებმა მოუტანეს ქართულ სპორტს, მაგრამ მათ შორის ასეთი ტიტულოვანი, ასეთი ბევრი გამარჯვების მომტანი ჩვენი რესპუბლიკისათვის, როგორც არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ქართულ ჭიდაობას ათხავს. დრომ თავისი გააკეთა ლევანი სტოვებს დიდ სარბიელს, სტოვებს დიდ ხალიჩას, მართალია ის არ მიდის სპორტიდან, მისი მაგალითი ყოველთვის იქნება ახალგაზრდობისათვის მისაბაძი მაგალითი იმისა თუ რა ენერგია, რა შრომა, რა ძალა უნდა უანდომოს ადამიანმა, უახმაროს იმას, რომ სახელოვანი გახდეს სახელმოხვეჭილი მისი რესპუბლიკისათვის, მისი რესპუბლიკის სპორტისათვის, საერთოდ კულტურისათვის და რესპუბლიკის ცხოვრებისათვის. ასეთი იყო ლევან თედიაშვილი და ასეთი ეთხოვება დღეს იგი დიდ სპორტს. ჩამოსათვლად ეს იოლია, მაგრამ რამდენი ენერგიის, ძალისა და შრომის ფასათაა მოპოვებული. ჩვენ მარტო სპორტული ტრიუმფი როდი გვხიბლავს ლევან თედიაშვილისა. აღთხოვანებული ვართ მისი კაცური კაცის თვისებებით, რასაც ესოდენ უხვად ავლენს მეგობრებთან, ამხანაგებთან, ახლობლებთან, ყველასთან ჩვენში თუ უცხოეთში ყოფნისას. ჭეშმარიტ რაინდ სპორტსმენს, საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის უცვლელ კაპიტანს, ყოველთვის ღირსეულად ჰქონდა აღმართული საბჭოთა სპორტის დროშა და არასოდეს უძნელეს პირობებშიაც კი არ დაუხრია იგი ძირს. ლევანი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იღვწოდეს და იწოდეს ადამიანი სამშობლოსათვის, ერისათვის, მშობლიური სპორტის დიდებისათვის. ყოველივე ეს ფასდაუდებელი განძია ჩვენი მოზარდი თაობის კომუნისტურად აღზრდის საქმეში. ძვირფასო ლევან, დღეს ამ ჩვენ სპორტის დიდ ტაძარში სიამოვნების გრძნობით ვიგონებთ იმ კეთილ დიდსულოვან ადამიანებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს როგორც სპორტსმენისა და პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. თქვენში ჩაბუდებული პოტენციური ძალის პირველი ნაპერწკალი, შენიშვნა და პირველი მეგზურობა გაგიწიათ ჩვენი დიდი კახეთის საყვარელი საგარეჯოს მკვიდრმა, ჩვენი სახელოვანი ფალავანის არსენ მეკოკიშვილის ბიძაშვილმა, ივანე მეკოკიშვილმა. შემდეგ კი სახელგანთქმულმა მამულიშვილმა, მსოფლიოში აღიარებულმა
ჭიდაობის ჯადოქარმა, შესანიშნავმა აღმზრდელმა ვახტანგ ბალავაძემ გაგხადათ ჭიდაობის გაგხადათ ჭიდაობის რაინდიცა და დიდოსტატიც. ლევან ფედიაშვილზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას. ის ამოაჩინეთ ჩვენ 1965 წელს სოფელ კავკაბეთში ჩატარებულ შეჯიბრების დროს, როდესაც მის წინაშე აღმოჩნდა ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი, რომელიც შედარებით ლევანზე ორჯერ მეც იწონიდა და ფავორიტის გამოვლენის საშუალება არ გააჩნდა საჯარო კოლეგიას, რადგანაც გუნდი დამარცხდა აგოდეხის, მაგრამ ქართული ჭიდაობის წესებში კარგად არის მოხსენიებული და შეტანილი, როდესაც გუნდები გამარჯვებულები გამოდიან იმ შემთხვევაში, როდესაც ფავორიტები ამთავრებენ გამარჯვებით შეხვედრას. იძულებული გახდა საგარეჯოელები ამ ძიმეწონის წინააღმდეგ დაეყენებინათ ლევან თედიაშვილი. მართლაც ლევან თედიაშვილმა ძიმეწონის მოჭიდავე დაამარცხა და გახდა ფავორიტთა შორის უძლიერესი. საგარეჯოს რაიონი თავად შეგვიძლია თქვა, რომ არის ჭიდაობის ერთ-ერთი სამჭედლო. იმიტომ რომ საგარეჯოს რაიონში ძალიან ბევრი სპორტსმენები იყვნენ. ამ სპორტსმენებიდან ყველაზე მეტად უფრო მოჭიდავები, იმიტომ რომ სხვა სპორტის სახეობა რატომღაც არ გამივთარდა საგარეჯოში. ყველა ბავშვის ოცნება იყო, რა თქმა უნდა, ჩემიც, რომ დამგვანებოდი არსენალ მეკოკიშვილს, რომ ჩვენი რაიონის წარმოადგენელს. ძალიან ბევრი სპორტის ოსტატები შეგვიძლია დავასახელო. ესენია საერთაშორისო კლასის ოსტატები, ქარსაულიძე, მარიდაშვილი, ძმები კევლიშვილები და ვინიც კიდე სხვა და სხვა მრავალი. და ეს უფრო წინაპარებიდან მოდიან კიდე ქურხული, რომელიც ეჭიდავა კანდელაკს, ანდრო კანდელაკს. და ჩვენ როგორც პატრა ბიჭები, ესე ვთქვათ, წადილობდით, რომ ყოფილიყავით ასეთ სახელოვანი ფალონების გამგრძელებლები და მეც მომიწია, რა თქმა უნდა, ბავშვები ყველა საერთო ფიზიკური მომზადებისთვის თამაშობდით ფეხბურთს, ხელბურთს, ფრენბურთს, მაგრამ ძირითადი სპორტის სახება, სპორტის სექცია მაინც ჭიდაობა იყო და ჩვენთან ჭიდაობის სექციას ხელმძღვანელობდა არსენ მეკოკიშვილის ბიძაშვილი ვალერიან მეკოკიშვილი, რომელიც გვიღებდა ყველა მსურველს და ხშირად აცხადებდა ხოლმე, რომელსაც უნდა რომ გამოვიდეს კაი სპორტსმენი, დადექით მარჯვნივ და რომელიც ვარჩევს ჯანმრთელობისთვის, დადექით მარცხნივ და მეც მარცხნივ დავდექ, იმიტომ რომ ჯანმრთელი მინდა რომ ყოფილიყავი. შემდეგ ისე მოხდა, რომ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი 61 წელს და მე არ დამავიწყდება, როცა ჩამოველი მსოფლიო პირველობიდან, პირდაპირ მეორე დღესვე მიველი არსენ მეკოკიშვილთან სახლში და ცრემლები წამოსცივდა, რომ მადლობ თუ შვილო, რომ შენ მსოფლიო ჩემპიონის მედალი ისევ დააბრუნე ჩვენ მშობლიურ რაიონში. საბჭოთა კავშირის ნაკრებში როცა ვარჯიშობ, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო მისია გაკავშირებს და იმ მოჭიდავებთან, რომელიც უყურებ როგორც კუმირებს, როგორც ძალიან ძლიერ მოჭიდავებს, ესენი იყვნენ მაშინ იმ დროისათვის მედვედთან ერთად როცა ვარჩევ, რა თქმა უნდა, სტიმულიც მეტი გაქვს. ესენი იყვნენ ალექსანდრე ივანიცკი, ბორის გურიევიჩი, ალი ალიევი. გინდა არ გინდა, იცი სწავლობ იმათგან და იმდენად რომ წვრთნელი როგორც პედაგოგი გჯერა იმის, იმიტომ რომ ხშირად მე გეუბნებით, მაქვს ისეთი ილეთები, მაგალითად რომელიც ალიევის როგორც საჩუქარი, ეს არის ფეხშესლას ვეძახით ჩვენ. რო ხედავე რომ მოწადინებული ხარ და გინდა რაღაც მიაღწიო დიდ სპორტში, ისინი თვითონ შემოგთავაზებენ, ხშირად გვიყენებენ ჩვენ სპარინგ პარტნიორებად. სპარინგ პარტნიორად, იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდა ბიჭი ხარ და ესე იგი რაც მეც გადაგაგდებენ და მეც ცოცხალი ჩუჩელას როლს ვასრულებთ ხოლმე იმ პერიოდში. ეს ასიამოვნე მოსაგონარია მაინც რომ ამხელა დატვირთვები გადავიტანე და ბოლოს უკვე
მივახცია ესე დიდ შედეგებს. Дорогие товарищи, разрешите мне по поручению руководства Комитета по физической культуре и спорту при Совете министров СССР зачитать приказ председателя комитета за долголетнюю и плодотворную работу в спорте, достижение высоких спортивных результатов на чемпионатах Европы, мира, 20-х и 21-х Олимпийских играх, а также большую пропагандистскую работу среди молодежи и в связи с завершением активной спортивной деятельности приказываю наградить Тедиашвили Левана Китоевича почетным знаком за заслуги в развитии физической культуры и спорта и занести в книгу почета Спорткомитета СССР. Дорогие товарищи, в 1967 году мой помощник по сборной команде СССР Вахтанг Михайлович Балавадзе просил меня: посмотри на азартного парня, которого я привез из селения Тбилиси. Он впервые выступал на этом тбилисском турнире. Мне понравилась его напористая борьба, физическая подготовка, а главное жаркое дыхание в сражениях. И мы его взяли в сборную команду. И уже в 70-м году он защищал честь нашей страны на чемпионате Европы. Мы не ошиблись, тренеры, в Ливане. Он доказал, что он является сильнейшим борцом планеты. Мы уверены, что он также будет достойным работником, и наши борцы Грузии поднимут свое мастерство под его руководством. Слово имеет чемпион Московской Олимпиады 80, заслуженный мастер спорта Сослан Андиев и старший тренер сборной команды страны, чемпион мира, заслуженный мастер спорта, заслуженный тренер СССР Юрий Шахмуратов. Дорогой наш Ливан, в этот торжественный, но грустный для нас час мы хотим выразить тебе нашу любовь, уважение и восхищение. Мы помним, как много лет назад, впервые переступив порог сборной СССР, ты сразу же стал в своем коллективе, стал благодаря своему задушевному характеру другом для всех. Мы всегда будем помнить твои яркие победы на всех аренах мира. В истории мировой борьбы ты вписал незабываемые страницы. К сожалению, бег времени не остановить. И приходит такой грустный момент, когда великий чемпион покидает ковер. Но из сборной, дорогой Ливан, ты никогда не уйдешь. А тебе всегда будут напоминать традиции, дружбы и товарищества, заложенные тобой, как капитаном и комсоргом команды, как верным другом, как самым веселым и остроумным борцом, входившим в сборную. Счастья и успехов тебе на новом поприще. Мы уверены, что и в новом качестве ты очень быстро заставишь всех нас с уважением и любовью произносить родные нам слова Леван Тедиашвили. Левану от сборной команды Советского Союза. Леван, покинул ты арену, ты сделал все, что сделать мог, а мы пришли тебе на смену, любимый друг и наш комсорг. Твоя звезда на небе спорта сияла ярко, как алмаз. Ты нес свой груз легко и гордо и вдохновлял к победам нас. Стать чемпионом труд немалый, и помнят Мюнхен, Монреаль, как ты стоял на пьедестале, и в честь тебя наш гимн звучал. В Софии в мире стал сильнейшим, ты разбросал борцов всех стран, и также действовал в дальнейшем из палавана в палаван. 2 раза в чемпионском звании ты в Минске утроил успех, и чемпионом в Тегеране стал дважды поразивший всех. Спортивный подвиг – это дело. Для новых деяний готов. Ты также весело и смело люби друзей, рази врагов. Тебя хотят увидеть снова, твоих болельщиков 1 миллион. Увидят, были бы здоровы твои Вахтанг и Бессарёв.
ჩემი ჭიდაობის ისტორიაში ჩატარებული მაქვს 640 საერთაშორისო შეხვედრა. აქედან 2 წავაკი. ეს წაგება ძალიან მწარედ მახსოვს, იმიტომ რომ ერთი სხვადასხვა ორივე გერმანელი იყო. ერთი წავაგე 70 წელს, როცა პირველად გაველი საერთაშორისო არბიელზე, ის იყო ევროპის ჩემპიონატი ბერლინში, სადაც წავაგე ანგარიში 8-7 შტოტმაისერთან, ხორშ შტოტმაისერთან, რომელიც მას შემდეგ 3-ჯერ შევხვდი მსოფლიო პირველობის ფინალში. და მეორე წაგება იყო 78 წელს მეხიკოში, ალბათ ყველაზე გულდასაწყვეტი, როცა ფინალური შეხვედრა მსოფლიო პირველობის, დარჩენილი იყო 20 წამი, ანგარიში იყო 8-3 ჩემს სასარგებლოდ და ერთ-ერთი ილეთის დროს, რომელსაც მე ვასრულებდი, მოვყევი და წავაგე სუფთად. ერთ-ერთი ჟურნალისტი, მე დავასახელებ კიდევაც უკრაინელი ჟურნალისტი სპორტის, იან დიმოვი, ჩემ გაცილების დროს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მოვიდა და ჩემთან მაძლევს ასეთ კითხვას. ლევანო, თქვენ თუ გაიხსენებთ, არის ესეთი მოჭიდავე, რომელსაც არ წავუგია? მე უპასუხე, კი არის, მან მოამზადა ბლოკნოტი ფანქარი, რომ ჩაიწეროს იმ მოჭიდავის გვარი, რომელსაც არ წავუგია არც ერთი შეხვედრა და მე ვასახელებ, რომ მამაჩემს მე ვთქვი, არც ერთი შეხვედრა არ წავუგია. როგორ მამა შენ ჭიდაობდა? მე ვთქვი, აი მაგაშია საქმე, რადოს არ უჭიდავია და არ წავუგია მე ვთქვი ეს შეხვედრა და რა თქმა უნდა გაიცნოთ, არ არსებობს მოჭიდავე, რომელმაც იჭიდაოს და არ წააგოს. რა თქმა უნდა, ეს მწარე გაკვეთილია მომავლის, რომ უფრო კარგად გამოხვიდე, ყველა შეიძლება რომ გქონდეს ის სიფხიზლე, რომ შეიძლება წააგება და ამისთვის ძალიან ზუსტად და სწორედ შეასრულე ის ილეთები, რომელიც წლობის მანძილზე ამუშავებს. Слово предоставляется двукратному олимпийскому чемпиону, заслуженному мастеру спорта Ивану Ярыгину. Дорогие товарищи, сегодня наш друг Леван Тадашвили уходит с ковра. Но мы знаем, что он будет также продолжать красиво жить, как он жил эти годы в спорте. Мне посчастливилось быть с Леваном во многих поездках за границей, на соревнованиях. Мы вместе начинали с ним в большом спорте. Даже нам пришлось вместе соперничать. Одно время он меня в Красноярске выиграл, в другое время я в Тбилиси у него выиграл. Просто у нас никогда не было такого. На ковре мы могли быть с ним соперниками, но в жизни мы всегда были друзья. Хочется пожелать Левану сибирского здоровья и счастья семейного. Слово имеет олимпийский чемпион 1980 года, заслуженный мастер спорта Илья Мате. Сегодня мы провожаем Левана Тадашвили из большого спорта. Но я не сомневаюсь, что он будет и дальше помогать нашей сборной, потому что мы поколение, которое позже пришли в большой спорт и многое взяли от Левана Тадашвили в технике и в жизни. Он был в команде всегда другом, хоть намного он старший. И я ему желаю всего хорошего в жизни, счастья и здоровья. Mēs visi obrīd alerģijas, medikamentu.
Памятный приз от имени спортивной общественности Беларуси вручает трехкратный олимпийский чемпион, заслуженный мастер спорта Александр Медведь. Дорогие друзья, сегодня мы провожаем замечательного спортсмена, замечательного друга. Мне бы хотелось вот сегодня, в этот торжественный день, не унывай, Ливан, ты был львом на ковре. Я бы хотел, чтобы традиции твои продолжили молодежь Грузии борьбы, которая славила и в прошедшем. Ты проложил путь, стал двукратным олимпийским чемпионом. Самые были приятные минуты для тебя, надеюсь, когда звучал гимн нашей Родины. Болели болельщики, родственники, ты приносил им радость. Я бы хотел, чтобы ты также в дальнейшем приносил радость всем в работе своей. И от Федерации борьбы Беларуси мне хотелось преподнести этот скромный сувенир в честь памяти выпить на троих по грузинскому обычаю. ამერიკის გულშემატკივრებს ძალიან თუ ყვართ რეკლამა. ერთ-ერთი ასეთი ამხანაგური შეხვედრის დროს ჩვენ ყოველ წელს მართავთ ამერიკაში სოფლიო თასის გათამაშება ხდება და იმის შემდეგ 5-6 ამხანაგური შეხვედრა. სან-დიაგოში ესეთი ჩემს მე ვიტყვი საოცრება, იმიტომ რომ პირველად დავინახე, მე ციკში მინახე დათვი, მაგრამ თუ საჭიდაო დარბაზში შემოიყვნენ და წარმოგონა და შესთავაზეს ანდიევს ეჭიდავა დათთან. ანდიევმა რაღაცნაირად თავი შეიკავა და თქვა, რომ დაარავო. და მე როგორც გუნდის კაპიტანი მინდოდა გამომეყვანა ჩემი გუნდი, მე ვუთხარი მე ვეჭიდები მეთქი დათს. ნუ დათვი იყო ასეთი, ასე 120 კილო, 125 კილო, მართალი არ ამიწონია, ზუსტად არ ვიტყვი, მაგრამ დიდი დათვი. ყავდა მცდელი, თუმცა დათვი ცირკში აჭიდებენ დათვებს ერთმანეთს შორის და გამომიყვანეს მე. დათთან ჭიდობა მაინც ძნელი არაა, იმიტომ რომ ადამიანს როცა უგებ, კაი გამოცდილ მოჭიდებს, მე მგონი დათთან მოგება მაინც ძნელი არა. ასეთი ეპიზოდი იყო, დადგა შუაში მსაჯი, რომელიც დათვს ცდიდა, შაქარი მისცა, დათვი თოდა დაწყნარდა, წამოვიდა ჩემსკენ, მე ჩვენ მივეყუდეთ ერთმანეთს და მე გამოვეცალე ეს 4 ფეხზე დავარდა, და დათვი ორი ფეხით გამოვიდა. და ჩვენთან თავისუფალ ჭიდაობაში 3 წერტილი ქულა. მე მოუვარე უკან და მსაჯმა თავისთავად ქულა მომცა. ნუ ატყდა აი მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი, მეორე ქულაც აუღი ასევე, მესამე ქულა მინდოდა მოგვერდი გამეკეთებინა, მაგრამ დათვა თათი მომკიდა წინამ გადამაგდო სცენაზე. მესამე ქულაც აუღე, სამწუთიანი იყო შეხვედრა და მომცა მსაჯმა გამარჯვება მე. აი ასე დამთავრდა ჩვენი შეხვედრა დათთან. რა თქმა უნდა, ჩემი მოწინააღმდეგე ხვდებოდი ხოლმე ხშირად ბენ პეტერსონს, ჯონ პეტერსონს, ძირითადი შემადგენლობა ამერიკის გუნდის და უნდა შევხვედროდი ამ ქალაქში მოვარჩი ერთ-ერთ მოჭიდარეს და უარი თქვა გამოსვლაზე, იმიტომ რომ დათს მოუგეოდა. დათს მოუგოდა, მე რას მიზავსო და აღარ გამოვიდა ჩემთან შეხვედრას. От имени Международной любительской федерации борьбы и зарубежных гостей, участвующих в этих соревнованиях, слово предоставляется члену бюро и председателю технической комиссии Международной федерации ФИЛА, заместителю председателя спортивного комитета Болгарии, герою социалистического труда Народной Республики Болгарии, профессору Райко Петрову. Дорогие товарищи, дорогие друзья, мой милый, дорогой Ливан, для меня самое большое удовольствие и честь преподнести приветствие от имени Международной Федерации борьбы и всех иностранных гостей одному из самых замечательных спортсменов нашей эпохи,
Леван Тедиашвили – это борец, который побеждал самых сильных борцов на нашей планете в нескольких весовых категориях. Он собрал в себя, как в фокусе, самое хорошее из богатырских традиций Грузии, неизмеримое богатство советской борцовской школы, благородство и характер социалистической личности. Он продолжил победные традиции Давида Тимакуридзе, Арсена Микакишвили, Вахтанга Балавадзе, Мариана Толкаламанидзе, Владимира Рубишвили, Гурама Сагарадзе, Зарбега Бериашвили, Шотра Румидзе, Диви Картозия, Рустама Абашидзе, Румана Руруа и другие. Мы искренне благодарим Левана за его вклад в сокровищницу мировой спортивной борьбы. Леван был не только победителем, но в то же время был учителем всех борцов мира. Леван побеждал много соперников на ковре, но самая большая победа у него была над временем. Его славу можно мерить с космическим масштабом, а его пример останется для всех людей на все эпохи развития борьбы. Мой дорогой Леван, от всего сердца, от имени президента Федерации борьбы Милана Эрцигана и от имени всех гостей 20 Тбилисского международного турнира по вольной борьбе желаем тебе крепкого здоровья, много радости, больших успехов в работе и личной жизни. Дорогие товарищи,